აქედან ამოიყვანეს თვითონ მანდვე და ის ნოდარი მეორე დღეს იპოვეს, აი იქეთ მაშველებ, ანუ ამ მორევმა იქეთ გაიტა. ანუ დაატრიალა და ის სადღაც ამ პერიმეტრში მთლიანად საშიშია. შვილმკვდარი მამა ისევ სამართლის ძიებაშია. ეს თბილისის ზღვის ტერიტორიაა, ეგრეთ წოდებული სიკვდილის ზონა, სადაც 15 წლის ცოტნეც ქიტიშვილი დაიხრჩო. დეტალებზე მე მიჭირს საუბარი. სწორედ ამ ადგილას დაიხრჩო ჩემი შვილი, წინა ზაფხულს ასევე ნოდარ შამათავა 15 წლის ბიჭი და ჩვენ გამოვითხოვეთ სტატისტიკური ინფორმაცია, რომლიდანაც ჩანს, რომ ბოლო 2 წელიწადში 2017-2016 წელში აქ 6 ადამიანი არის გარდაცვლილი და ეს სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადგილი აუცილებელი არის, რომ ჩაიკეტოს. თბილისის ზღვაზე დამხრჩვალი ცოტნეც ქიტიშვილის ოჯახი ისევ სამართალს ეძებს. ოჯახმა თბილისის მერიას შარშან საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რომ თბილისის ზღვაზე ჩანჩქერთან ეგრეთ წოდებული სიკვდილის ზონის ტერიტორია ბარიერებით შემოიფარგლებოდა და იქ ბანერიც განთავსდებოდა, რომ ბანაობა სახიფათოა. ოჯახს ეგონა, რომ მერი მათ ტრაგედიას სასამართლო დავის შემდეგ მაინც გაითვალისწინებდა, თუმცა ქიტიშვილების ტრაგედია არავინ გაითვალისწინა. პირიქით, თბილისის მერიამ შვილმკვდარ ოჯახს დავა ზემდგომ ინსტანციაში, სააპელაციოში გაუსაჩივრა. რა თქმა უნდა, არ აღასრულა და უფრო მეტიც ის ამბობს, რომ ის არ არის ვალდებული შეასრულოს ეს გადაწყვეტილება და ითხოვს ამის გაუქმება სწორედ აი უსაფრთხოების ნორმების დაცულობასთან დაკავშირებით, აბრების განთავსებასა და ჯებირის გაკეთებაში. სასამართლო პროცესებზე ერთ-ერთი მათი მთავარი მოტივი, რომ ვთქვათ, ვერ შეასრულებდნენ თუნდაც მორიგებით აი ამ მოქმედებს იყო ის, რომ მათ არ გააჩნიათ ამისთვის საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო და არ გააჩნიათ ეს თანხები ამ მოქმედებისთვის. ბიუჯეტში ფული არაა, ასეთი იყო პასუხი, აცხადებს ქიტიშვილის ადვოკატი, თუმცა სანამ დავაგრძელდება, სიკვდილის ზონა ბავშვებს არ ინდობს. გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი იზრდება. აი ხა დაიხარჯა 70,000 ლარი აი ამ მივლინებაში ხო თბილისობის გადახდაში უცხოეთში. ხო, ნაძვის ხეზე რო არ თქვა, ერთი მივლინების ფულია, რომ გაკეთდეს იქ ისეთი ჯებირი და ღობე, რომ ყოველ წელს 3 და 4 ბავშვი არ იღუპებოდეს აი ამ სიკვდილის ზონაში. ბოლო წლებში სიკვდილის ზონაში დაიღუპნენ 9 წლის გიორგი ძულაშვილი, 15 წლის რომან სარქისიანი, 17 წლის ვალერიან სანოძე, 18 წლის ალექსანდრე ბერიძე, 15 წლის ნოდარ შამათავა და 15 წლის ცოტნეც ქიტიშვილი. თბილისის მერია უარს აცხადებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე დააკმაყოფილოს შვილმკვდარი მამის ალეკო ქიტიშვილის სარჩელი და მიაჩნია, რომ იგი არ არის ქალაქში მსგავსი უბედურების შემთხვევაში პრევენციაზე პასუხისმგებელი. იმას კი არ ეტყვის განვითარებული ქვეყნის სასამართლო ან შესაბამისი მართლმსაჯულების ორგანო მოქალაქეს, რომ შენ შვილს რატო კარგად არ მოუვარე და მეზობლის აუში რატო გადმოიპარა, ხო? არამედ პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ კონკრეტულ მოქალაქეს, რომელმაც თავად ვერ დაიცვა, თავისი საკუთარი იგივე მოთხოვნა აქვს თავის მიმართაც სახელმწიფოს, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ წყლებს. ხო? შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ წყლებზე ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანო, ერთადერთი პასუხისმგებელი პირი, ვინ შეიძლება იყოს, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობა. ამ ადგილს სიკვდილის ზონას ეძახიან, რადგან საშუალო წელიწადში 3-დან 5 ახალგაზრდამდე სწორედ აქ იღუპება. ეს ადგილი გარდა ამისა ყველაზე უკონტროლოა, რადგან აი აქ ამ პერიმეტრს არ აკონტროლებს სამაშველო ეკიპაჟი. მათ ეს არც ევალებათ კანონით. კანონს თუ ჩავხედავთ, იქ აღნიშნულია, რომ ეკიპაჟის ვალდებულებაა მხოლოდ პლაჟის კონტროლი. შესაბამისად, სასამართლო დავის აბსურდულობას კიდევ ერთ დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ისიც, თუ საიდან შედის ახალგაზრდა წყალში, როცა ის იღუპება. ამ ადგილას თქვენს ხედავთ, რომ არის ორი ნაპირი. მარცხენა ჩემგან გახლავთ ჯევეპეს ტერიტორია, ანუ კერძო ტერიტორია, ხოლო აი ეს ტერიტორია ეკუთვნის მერიას. ახალგაზრდების დიდი ნაწილი წყალში სწორედ აი ამ ტერიტორიით შედის. ქიტიშვილების ოჯახის მოთხოვნაც სწორედ მერიის მისამართით იყო. ისინი სასამართლოში ითხოვდნენ ეგრეთ წოდებული სიკვდილის ზონაში აშენებულიყო 2 მეტრნახევრიანი სიმაღლის ჯებირი, რომლის წინაც გამაფრთხილებელი ბანერი დაიდგმეოდა, რომ აქ ბანაობა აკრძალულია. მომავალში ეს იქნება პრევენცია იმისა, რომ აქ აღარავინ აღარ დაიხრჩოს. წარმოიდგინეთ, რომ დავაში ჩაყვნენ ადამიანს, რომელსაც
დაეღუპა შვილი ამ ტერიტორიაზე. იმის მაგივრად, რომ საკუთარ პოლიტიკურად, საკუთარი თავისთვის სასარგებლო რაღაც გაეკეთებინა, მე ასე თქვა, რომ გასაგებია პრობლემა ცქიტიშვილის სახელი დაერქმია ამ ჯებირისთვის და ამ ხათრით საერთოდ შემოეფარგლა ეს ტერიტორია და ეთქვა, რომ იცი რა, მე ვარ ის ლიდერი, რომელმაც გაიგო ეს პრობლემა. ამ ბიჭის სახელობის ტერიტორია იქნება ეს და მის სახელზე აქ არავინ აღარ დაიღუპება. აი რას იზავდა კარგი პოლიტიკური ლიდერი და საპირისპიროდ რა მოხდა? შვილ დაკარგულ ოჯახს ჩაყნენ, წლობით ხარჯავს მერია ჩვენ ფულს, ხო? დაძდევენ ადამიანს, უსაჩივრებენ სარჩელზე, რომ მერიამ არ შეასრულოს საკუთარი ვალდებულება. იმ საბედისწერო დღეს ცოტნე თავის ორ მეგობართან ერთად სწორედ აი ამ გზით ჩამოვიდა თბილისის ზღვაზე. მან უარი თქვა საბანაოდ პლაჟზე ჩასულიყო და აი ამ ადგილას საკმაოდ ექსტრემალურ ადგილას გადაწყვიტა ბანაობა. ცოტნე ტრეისერი იყო, მისდევდა პარკურს და საკმაოდ წარმატებითაც. როდესაც ვნახე სოციალურ-ქსელში ამ ყველაფრის ვიდეო, ანუ პარკურზე ვიდეო, როდესაც ეს პირველად ვცადე, ანუ რამდენიმე ლის გაკეთება, შევატყო ჩემთვის, რომ კარგად გამომდიოდა და ანუ თან სიამოვნებას გრძნობდი, თან იყო ასევე აი შიშის გრძნობა, ახტაცების გრძნობაც იყო. და ეს ყველაფერი აი ძალიან მესიამონა, ანუ ესე ვთქვათ. შიშის გრძნობის არ ქონა, ექსტრემალური ადგილების ძიება და სპორტი. ცოტნე მხოლოდ ამით ცხოვრობდა. მას შემდეგ 3 წელი გავიდა. ამ 3 წლის მანძილზე ცოტნეს ოჯახი ჯიუტად ცდილობს ინსტანციიდან ინსტანციამდე სამართალი ეძებოს, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით შედეგს ვერ მიაღწია. ოჯახის ერთადერთი ამოცანაა ქალაქის მერიას როგორმე ამ ადგილას ან ბანერი, ან ჯებირი მაინც გააკეთებინოს, რომ სამომავლოდ პრევენციის გზით აქ ახალგაზრდები აღარ იღუპებოდნენ. უკანასკნელი წლების წყალში დამხრჩვალთა სტატისტიკა კი ასეთია. 2015 წელი 148 შემთხვევა, 2016 წელი 107, 2017 97, 2018 61, 2019 წლის მაისის ჩათვლით 35 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 8 ბავშვი იყო. დაღუპულთა რიცხვი კი წლიდან წლამდე მატულობს. ცოტნეს ტრაგედიის შემდეგ ქართული კანონმდებლობით წყლის მართვაზე და მის გეოგრაფიულ ხაზებში შემავალი სხვადასხვა ადგილების კონტროლზე საბუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც დაევალა დოკუმენტის მომზადება, თუმცა მკვლევარი მაკან უცუბიძე ამბობს, რომ ჯერ მათ დოკუმენტი თვალით არ უნახავთ. ჩვენ შევხვდით არაერთხელ და ვესაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს, რომელიც უშუალოდ მუშაობენ ამ დოკუმენტის შემუშავებაზე და გვითხრეს, რომ პროცესშია, თუმცა დღემდე ეს დოკუმენტი საჯარო არ არის, ანუ ღია არ არის, შესაბამისად ჩვენ მისი თუნდაც სამუშაო ვერსიის გაცნობის საშუალება დღემდე არ მოგვეცა. ჩვენი კანონმდებლობით პირდაპირ თვითმმართველობის ვალდებულებაა, რომ შემოფარგლოს ეგეთი ადგილები და დაიცვას საცურაო ადგილების უსაფრთხოება და იცით რა არის? ემპირიულად ნაჩვენებია, წლიდან წლამდე აქ იხოცება ხალხი. ეს უნდა იყოს დახურული და არ უნდა იყოს მოქალაქეებისთვის მისაწვდომი ეს ტერიტორია. ეს არის საუკეთესო გამოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აქ ყოველთვის გვექნება ესეთი ტრაგიკული შემთხვევები და ამაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება თბილისის მერიას, როგორც მუნიციპალიტეტს, რომელიც თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით არის პასუხისმგებელი მის ტერიტორიაზე წყლის ობიექტების მართვაზე. რა ხდება ამ ხრივ ევროკავშირის ქვეყნებში? როგორ ებრძვის დასავლეთი პრობლემას? სკანდინავიის მაგალითით ვგებულობთ, რომ იქ მთელი რეგულაციები მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქში არსებობდეს დაბალბიუჯეტიანი საცურაო აუზები, რომ ნებისმიერი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს ჰქონდეს საშუალება ზაფხულში უსაფრთხო აუზზე სიარულის და მაქსიმალურად შემცირდეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი. რა ხდება ამ ხრივ ჩვენთან? ვერ კონტროლდება თბილისის ზღვის ტერიტორია, წლიდან წლამდე იზრდება დაღუპულთა რიცხვი. დედაქალაქმა დაკარგა არაერთი და მათ შორის დაბალბიუჯეტიანი საცურაო აუზი, ლაგუნა ვერე. ჩვენ ვცადეთ სკიტიშვილის ოჯახის ტრაგედიასთან დაკავშირებით მერიის პოზიცია გაგვეგო, თუმცა საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე არც მერმა და არც მერიის ადვოკატმა კომენტარის გაკეთება პოსტფაქტუმთან საჭიროდ არ ჩათვალეს.
საქმის არსებითი განხილვა სააპელაციო სასამართლოში 5 მარტს არის ჩანიშნული. ეს მას შემდეგ, რაც კალაძის უწყება არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ აი ამ ადგილას ჯებირი ან ბანერი მაინც დაედგათ, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ აქ ვანაობა აკრძალულია. ცოტნეს მეგობრებმა თავად გადაწყვიტეს იმის გაკეთება, რაც ქალაქის მერს და მერიას უნდა გაეკეთებინა. დადგეს ბანერი, სადაც აღნიშნულია, რომ აქ ვანაობა სასიკვდილოა.